16 მარტს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული პრეს-კონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზად არიან პლასტიკის ბოთლებთან დაკავშირებული რეგულაციის, როგორც გადავადებაზე, ისე ცვლილებებზე განხილვები დაიწყო. მისი თქმით, საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და გადაწყვეტილება სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად იქნება მიღებული. ეს განცხადება ოცნებაში მას შემდეგ გაკეთდა, რაც პლასტიკის სრულ აკრძალვაზე გავრცელებული ინიციატივა ნეგატიურად შეფასდა როგორც ბიზნესის, ისე სხვათა შორის გარემოს დამცველების მხრიდანაც. მათი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება კერძო სექტორისთვის შესაძლოა სერიოზულ ეკონომიკურ გამოწვევად იქცეს და საბოლოოდ პროდუქციის გაძვირებაც გამოიწვიოს. ექსპერტები უფრო ეფექტიან მიდგომად ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების სისტემის განვითარებას, ასევე პლასტიკის წარმოებაში გადამამუშავებელი მასალების ეტაპობრივით გამოყენებას ასახელებენ, რაც როგორც გარემოს დაცვის, ისე ეკონომიკისთვის უფრო მდგრად გადაწყვეტად მიიჩნევა. როგორ ფასდება პლასტიკის გადამამუშავებელი კომპანიების მხრიდან, ამჯერად თემაზე ბექა ფონჯავიძესთან, პოლიმიმის კომერციულ მენეჯერთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც გვერდდება გადაცემაში. დილომშვიდობისა ბექა, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში თქვენი კომპანიის პოზიცია არ მიგვისმენია გასული კვირის შემდეგ გავრცელებულ ამ განცხადებაზე, როგორ უყურებთ პოტენციურად შესაძლო სრულად აკრძალვას და რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს ყველაფერი. კეთილი. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და აღნიშნო, რომ მნიშვნელოვანია BMG-ის ეთერში ამ საკითხებზე საუბარი. სასაუბრო ნამდვილად ბევრია ამ საჭიროებო საკითხის ირგვლივ, თუმცა ძალიან მოკლედ ორიოდე სიტყვით გეტყვით ჩვენი ორგანიზაციის შესახებ. პოლივიმი, კომპანია პოლივიმი არის პლასმასის და პოლიმერული ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსთავში და ჩვენ ვართ ბაზარზე უკვე 2018 წლიდან. ამას წინ უსწრებდა მოსამზადებელი პერიოდი, შემდგომ უკვე დაახლოებით 2021 წლებიდან კოვიდის დასრულებისთანავე დავიწყეთ აქტიური მუშაობა და დავიწყეთ გადამუშავება სხვადასხვა სახის პოლიმერული ნარჩენების, აქ პეტის ბოთლიც იგულისხმება და სხვა ტიპის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ინდუსტრიული სამრეწველო ნარჩენები პოლიმერების. დაახლოებით 2000 ტონა ნარჩენი გვაქვს დროის ამ პერიოდში უკვე გადამუშავებული და აქედან ნახევარი 50% ექსპორტის სახით გავიტანეთ უკვე ძირითადად დასავლეთ ევროპის ბაზარზე. რაც ნიშნავს შემდეგს, რომ ეს ნარჩენი, რომელიც იყო თავისკივილი, დამაბინძურებელი გარემოსი, გადაიქცა ღირებულ პროდუქციად გადამუშავების შედეგად და ეს დაუბრუნდა ეკონომიკას ნედლეული სახით და მოხდა პირდაპირ ესე ვთქვათ უცხოური ვალუტის შემოდინება ქართულ ეკონომიკაში. რაც შეეხება ახლა საკითხს ეფექტი. აუცილებლად ეს არის ცირკულარული ეკონომიკა, ეს არის მწვანე ეკონომიკა, ამას აქვს ძალიან ბევრი სიკეთე, რაზეც ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა დროის სიმცირის გამო ყოველთვის რთულია ხოლმე ძალიან ღრმად საკითხის გაშლა, მაგრამ მოკლედ რომ შევეცადოთ ამის გაკეთებას. პეტის ბოთლი, პლასტმასის ბოთლის თავისთავად პრობლემას ეს არ წარმოადგენს. პეტი როგორც მასალა, როგორც ესე ვთქვათ შესაფუთი საშუალება არ არის თავისთავად პრობლემა, პირიქით ეს არის კაცობრიობის განვითარების შედეგი, ჩვენ განვითარდით და მივედით შესაფუთი მასალების აი ამ სახეობამდე. მას აქვს ძალიან ბევრი შეფასება გარემოზე ზემოქმედება გაცილებით დიდი ყოფილი. აუცილებლად მე ამას აუცილებლად მინდა რომ ხაზი გავუსვა, იმიტომ რომ პეტის ბოთლს გააჩნია ბევრი სიკეთე, იგივე მინის, იგივე შუშის ბოთლთან შედარებით. ამასთან დაკავშირებით კიდევ უფრო რა თქმა უნდა ბოთლის მწარმოებელი კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებიც მოიხმარენ პეტის ბოთლს თავიანთ წარმოებაში როგორც შესაფუთი მასალა, კიდევ უფრო მეტს იტყვიან. მაგრამ ძალიან მოკლედ რომ შევეხოთ ამას, ეს არის მაგალითად ლოგისტიკური უპირატესობები. პლასმასის ბოთლისა, შუშის ბოთლთან შედარებით. ეს არის თუნდაც დაბინძურების ნაწილი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ პეტის ბოთლი გაცილებით უფრო მსუბუქია, ვიდრე შუშის ბოთლი, შესაბამისად აქ ცნობილია რომ 20-ჯერ 25-ჯერ უფრო მეტი რაოდენობის ნარჩენი წარმოიქმნება იმ შემთხვევაში თუ პეტზე უარს იტყვის ესა თუ ის ქვეყანა და ჩაანაცვლებს ამას მხოლოდ შუშის ბოთლით და ასე შემდგომ. ძალიან ბევრი უპირატესობა გააჩნია. მაგრამ ცალსახაა რომ ეს გამოწვევაა გარემოს დაბინძურების კუთხით და ამას სჭირდება რაღაც გამოსავლის მოფიქრება და ეს არის ზუსტად გადამუშავება. ანუ უნდა ხაზგასმით აღვნიშნოთ რომ არა პეტია თვითონ პრობლემა, არამედ არასწორი მართვა უკვე როდესაც ნარჩენი წარმოიქმნება, მოიხმარება პეტის ბოთლი და ის გადაიქცევა ნარჩენად, მისი არასწორი მართვა არის პრობლემა. საკმაოდ რთული ამ ყველაფრის მართვა. ეს შემოთავაზებული ინიციატივა, რაც მოვისმინეთ ყოველ შემთხვევაში გასული კვირის ბოლოს სრულად აკრძალვაზე და შემდგომ უკვე კონსულტაციების შესაძლებლობაზე არის გამოსავალი მარტივი გზა უფრო მეტად. თუ როგორ აფასებთ საერთოდ ამ ინიციატივას, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს როგორც ბიზნესზე, ისე მათ შორის გარემოს მიმართულებითაც? იცით როგორ არის? აკრძალვა
უნდა ითქვას თავშივე, რომ ამაზე როდესაც დაიწყო საუბარი, როგორც ჩანს, უკვე ფონი შეიქმნა ქვეყანაში, საერთო ფონი ისეთი, რომ ჩვენ დავიწყეთ ყველამ, სხვადასხვა მხარემ, როგორც სახელმწიფო სექტორმა, ისე კერძო სექტორმა, იმიტომ რომ გამოხმაურება თქვენი ცით იყო ძალიან დიდი, ყველამ ერთად დავიწყეთ, როგორც ჩანს, ამაზე ზრუნვა და ეს საერთო ფონი უკვე სასიამოვნოა და რაღაც სიგნალები იგრძნობა, რომ ჩვენ ამ პრობლემას უნდა მივხედოთ, მაგრამ ჩვენი როგორც გადამამუშავებლის პოზიცია, რა თქმა უნდა, არის ჩვენ ამის გუჯერა, ამის ირგვლივ გაერთიანდა გუნდი ზუსტად იმ 2018 წელს და ჩაიდო დიდი ინვესტიცია რუსთავში, რომ ყოფილიყო მაღალხარისხიანი ტექნოლოგიური პროცესი გამართული, რომ გადამუშავება მოხდეს პეტის ნარჩენის. გამოსავალი არის გადამუშავებაში. აი მაგალითად ჩვენ რომ მოვიყვანოთ ისეთი ქვეყნები, სადაც არ არის პეტის მოხმარება აკრძალული, მაგრამ არის ამოქმედებული ნარჩენების მართვა, დახვეწილია ეს, გამოიარეს მათაც რა თქმა უნდა ეს გზა, ციდან არ დაეცათ მათაც ეს ინფრასტრუქტურა, მაგრამ ამ ქვეყნებმა რომლებმაც ეს გააკეთეს და ააშენეს, იქ აღარ არის ესეთი მწვავე პრობლემები ნარჩენების ან გარემოს დაბინძურების კუთხით ან რაიმე სხვა. შესაბამისად ჩვენი წარმოდგენით მართვა აი ამ ნარჩენების არის გამოსავალი ზუსტად რომ ის მიზანი რაც არის დასახული რომ არ იყოს გარემო დაბინძურებული, არ იყოს ეს მავნებელი ჩვენს ჯანმრთელობაზე და ვიცხოვროთ ზოგადად კარგ ჯანსაღ სუფთა გარემოში, უნდა მოხდეს მართვა. მართვა ნიშნავს გადამუშავებას. გადამუშავების შედეგად ვიღებთ როგორც ეკონომიკურ დადებით ეფექტებს, ასევე გარემოს დაცვით დადებით ეფექტებს. აქ ნარჩენი გადაიქცევა ღირებულ პროდუქციად, ეს არის ნედლეული, რომელიც უბრუნდება ეკონომიკას, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპით, უგამბრუნდება, ეს გარდაიქმნება, გარდაითარგმნება თანხებში, შემოსავლებში, აქ იქმნება დასაქმება, წახალისდება და სამუშაო ადგილები იქმნება და გვარდება პარალელურად გარემოს დაცვითი პრობლემებიც. რა ნაწილში გჭირდებათ ამ სისტემის სრულად აწყობისთვის, მათ შორის სახელმწიფოს დახმარება და მხარდაჭერა, რომ ეს ყველაფერი ცირკულარულ ეკონომიკაში ჩაბრუნდეს, მათ შორის დამატებით სამუშაო ადგილები შეიქმნას და ეფექტი იყოს ის, რაც ცივილიზებულ ევროპულ ქვეყნებში არსებობს და გაიარესმოთ. რა არის საჭირო? აუცილებელი არის და საჭიროა, რომ იყოს კომპლექსური მიდგომა, ამიტომ რომ ცალ-ცალკე ვერც კერძო სექტორი, ვერც ბიზნესი, ვერც გადამამუშავებელი, ვერც სახელმწიფო სექტორი ცალ-ცალკე ფონს ვერ გავა და შედეგს ვერ დადებს. ანუ აუცილებელია, რომ იყოს კომპლექსური მიდგომა, უნდა მოხდეს აზრების გაცვლა, იმიტომ რომ შეიძლება ერთ-ერთ ჩვენგანს კონდეს რაღაც შეხედულება, რომელიც არ იყოს ყველაზე ეფექტიანი გადაწყვეტილება და აუცილებელია, რომ იყოს კონსულტაციები დამატებითი, რომ მივიდეთ იმ წერტილამდე, როცა ყველანი შევთანხმდებით, რომ ეს არის საუკეთესოთა შორის. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ხედვით ეს არის გადამუშავება და ესეც არ არის რაღაც ახალი ველოსიპედის შექმნა, იმიტომ რომ გვაქვს არაერთი კარგი წარმატებული მაგალითი სხვადასხვა ქვეყნების ესე ვთქვათ შემხედვარებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადამუშავების შედეგად ვღებულობთ ორმაგ ეფექტს, როგორც ეკონომიკურ ეფექტს, ისე გარემოსდაცვით ეფექტს. გულისხმობ, რომ უნდა მოხდეს მაგალითად კომპლექსური სისტემური მიდგომა ნარჩენების შეგროვების, უნდა შესაძლებელია იყოს გამოსავალი, რომ დაინერგოს მწარმოებების გაფართოებული ვალდებულება, რომელიც არის რეგლამენტის სახით მიღებული, მაგრამ შესაფუთი მასალების ნაწილში ჯერჯერობით ამოქმედებული არ არის. ჩვენ გვგონია, გვჯერა, ვფიქრობთ, რომ ეს თუ ამოქმედდება სრულმასშტაბიან სახეს თუ მიიღებს, აუცილებლად მოგვცემს ეფექტს, იმიტომ რომ ეს რას გამოიწვევს როგორც შედეგი. პეტის ბოთლი, ნაცვლად იმისა, რომ დღეს ნარჩენის სახით გვხვდებოდეს ნაგავსაყრელზე, ბუნებაში და ასე შემდგომ, ნაცვლად ამისა ეს ბოთლი თავის გზას იპოვის, მიემართება გადამამუშავებლამდე და ჩვენ ყოველთვის ამას ხმამაღლა ვამბობთ, რომ ჩვენ გვაქვს იმის წარმადობა, ტექნოლოგიური საშუალებები, რომ ეს ნაკადები მივიღოთ, გადავამუშავოთ და ხელი შეუწყოთ დასაქმებას, ნარჩენის ღირებულ პროდუქციად გადაქცევას და მის კვლავ ეკონომიკაში ჩაბრუნებას. დაველოდოთ, როგორ იქნება განვითარება და კონსულტაციები. ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებს თუ შევხედავთ ოცნების მთავრობის მიერ გამოცხადებულს, თავიდან ხდება რაღაც კონკრეტული აკრძალვები, შემდგომ რაღაცა ალბათ გვისმენენ, მათ შორის ბიზნესაც უსმენენ და BMG-საც და შემდგომ ხდება რაღაცა სახეცვლილი ფორმით ამის შემოწირულება. ნახოთ რა იქნება პლასტიკის ბოთლებთან მიმართებით და ზოგადად ამ ნაწარმთან მიმართებით. მადლობა თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. ბექა პონჯავიძე, პოლივიმის კომერციული მენეჯერი პასუხობდა ჩვენს კითხვებს.